რა ხდება თქვენ შორის, რო იცნოთ გაშლა თქვენია თუ არა? რა ხდება თქვენ შორის ახლა ურთიერთობაში? პაუზა. რა თქმა უნდა, პაუზა. ეს ურთიერთობა საკმაოდ ძვირფასი იყო ორივესთვის. გინდათ მიწერა, მაგრამ არ წერთ. შეიძლება იმასაც უნდა მოწერა, მაგრამ არ იცის მოგწეროთ თუ არა, არის პაუზა, ეს ურთიერთობა კიდევ ამბობ პაუზაშია დიდი ხანია, მაგრამ თქვენთვის მაინც ძვირფასია. ორივესთვის მე ხავ თქვენ შორის ვკითხულობ რა ხდება. თქვენ შორის არის ის სიტუაცია, რომ ემოციურად ხან აქეთ ხართ, ხან იქით ხართ, ვერ აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს, მიუხედავად დიდხნიანი პაუზისა, სტაბილურობის კუთხით ვერ აკონტროლებთ, იმიტომ რომ ხან ძალიან ზენიტში აგდით, ხან ძალიან ასე ვთქვათ, ბრაზდებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ძვირფასია ეს ურთიერთობა, არის ძალიან მიუხედავად იმისა, რომ შორს ხართ ერთმანეთისგან. დიდი ხანია, მაინც ძალიან ძვირფასია თქვენთვის. ყოველ შემთხვევაში გახსენდებათ ის პერიოდები, როდესაც ერთად იყავით და ის პერიოდები არის თქვენთვის ძვირფასი. ის კარგი სასიამოვნო მომენტები. რა დროსაც ერთად ატარებდით, აი რაღაცნაირად თითქოს ერთგულები იყავით ერთმანეთის, იცით, რა სამწუხაროა ესეთი ურთიერთობები, რომ პაუზდება. რა ხდება მის ცხოვრებაში ახლა, ვნახოთ და თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს თუ არა ეს ადამიანი დღესდღეობით საერთოდ. ჯერ მის სივრცეში შევდივართ, რა ხდება. სარდარი არც ერთია, მოცალეთ გეტყვით ახლა. მეფე. ესე იგი, ადამიანს ძალიან გულის ტკივა იმ ბედნიერი მომენტების გახსენებაზე, რაც თქვენ შორის იყო, შეიძლება უყურებს თქვენ სურათებს, იხსენებს, იმიტომ რომ აქ არ შემიძლია, რომ უშუალოდ თქვენზე ვინც მეყურება არ მოუმართო ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ენერგეტიკულადაც აქეთკენ მეძახის და სიტუაციაც ისეთი იშლება, რომ აქ ადამიანს ენაატრება ის მდგომარეობა, რომელიც ჰქონდა თქვენთან, აი თითქოს ბედნიერ ოჯახურ მდგომარეობად გრძნობდა თავს. ამაზე ძალიან გულის ტკივა, იცის რომ რაღაცა გული გატკინათ. ენატრები თქვენს ფოტოებს ათვალიერებს, შეიძლება შენახული აქვს ტელეფონში, იხსენებს იმ ბედნიერ მომენტებს, რაღაცა ძალიან საყვარლად გხედავთ, როგორც პატარა ბავშვს, ისე აღგიქვათ ეს ადამიანი. უნდა რომ ქმედება გააკეთოს, აქ თქვენ და მის სიყვარული აქვს, იმიტომ რომ აქ სიყვარულს უწვდიდით, როგორც ჩანს თქვენ, აი თითქოს თქვენს თელ ქალურ ენერგიას თუ კი ხალ შეიძლება რაიმე ჰქონდეს ემოციური ბალანსის კუთხით. თქვენ ამას ყველაფერს აძლევდით ამ ადამიანს და ეს ყველაფერი ტვინში უტრიალებს, აი ბნელა მის არაფერი არ უხარია მაგას დღეს, არაფერი არ უხარია. ამბობს, რომ რა სულელურად მოვიქეცი, აი რა გავაკეთე, როგორც პატარა ბავშვი, რომელიც გამოჭენდება და რაღაცა სისულელეს იტყვის, აი ესეთი რაღაცა გავაკეთე ამ ხალთან მიმართებაში, რის გამოც ღამეები არ სძინავს ადამიანს. იცის რომ შანსი თქვენთან მოსვლის даже იმასაც ფიქრობს რომ ეს შანსი საერთოდ მაგ კიდე არის ოჯახური ურთიერთობა, მოიცადე ახლა გვაჩვენეთ. მაგრამ ნახე
ამ ადამიანს ეთყობა თქვენ ელოდებოდით დიდი ხნის განმავლობაში, რომ ნაბიჯი გადმოედგა და თქვენ მზად იყავით, ისევ დაბრუნებულიყავით იმ სიყვარულში. ეხლა კი ფიქრობს, რომ საერთოდ მაგ შანსი მომცემს ეს ქალი შანსს, რომ მივიდე? თუ მის ცხოვრებაში არის ახალი ადამიანი. თქვენ ამისთვის ხართ როგორც იმპერატრიცა, ქალი, რომელიც ყველას ურჩევნია. იდეალური ქალი. იმპერატრიცა როცა აღიქვავს კაცი ქალს, იქ მას სხვა არ აინტერესებს. სად არის ღმერთო მიშველი რა. თიჭამით მოცალეთ. აქ იცი რას ამბობს, რომ ისა რა ქვია, თქვენ იმსახურებთ, ასე ვთქვათ, აი ყველაფერს, რომ კაცმა, მოდი ასე ვთქვათ, კაცმა გაგიკეთოთ. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს, რომ მამაკაცმა გაგიკეთოთ და ეს ადამიანი ამიტომ არის გაჩერებული მდგომარეობაში ახლა, რომ თქვენთვის არ უნდა რომ ერთად იქცეს. პრობლემები აქვს, როგორც ჩანს, მაგას ბევრი პრობლემები აქვს და ამიტომ თქვენ რაღაცნაირად აი ლაღად ხართ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თქვენი სილაღე და ისა რა ქვია, თქვენ აქეთ იმსახურებდით იმას, რომ ყველაფერი იმპერატრიცა არის ქალი, რომელსაც ისეთი შემდგარია, რომ მაგას მიმღების პოზიციაშია, ანუ აქეთ უკეთებს მამაკაცი, ხო? იდეალური ქალია და აქეთ სთავაზობს უკეთებს მამაკაცი მატერიალურად, მორალურად, ყველანაირად, მაგრამ ამას თავის პრობლემები ჰქონდა, როგორც ჩანს და მაგიტო ვერ მიიღო ის, რომ შენ ყველაფერს სთავაზობდი, თვითონ ვერაფერს. ამიტომ ეს არის ეს ადამიანი, აი როგორი სიტუაცია იცი. მე მაგის ცხოვრებასაც თავდაყირა ვერ დავაყენებდიო და ზურგზე ვერ დავაწვებოდიო. და მაგის სილაღეს და მაგის ბავშვურობას და ბავშვურობას როგორ ახლა განა ის რო ჭკვიანი არ ხართ არაფერი, ანუ არა, მაგის სილაღეს ვერ გადავჩეხავდიო, რატო ფიქრობს ესე? ამიტომ ეს ადამიანი დაიღალა იმ თავისი, ეთყობა ბევრი პრობლემები აქვს რა, დაიღალა, აღარ შემიძლია, ბევრჯერ ამბობს, აღარ შემიძლია. მინდა გამოვიდე ამ ყველაფრიდან, არ ვიცი რა იქნება, რაღაცა შანსი კი აქვს თითქოს ეხლაც, მაგრამ უკვე აღარ ჯერა, რომ გამოვა, არ გამოვა ეს შანსი, გამოვალ ამ მდგომარეობიდან, არ გამოვალ, ფინანსური შეიძლება იყოს ეს პრობლემა, შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა და ისა რა ქვია, თქვენ აქ ვარსკვლავი ხართ, ულამაზესი ქალი ხართ. აჰა, მობრძანდა როგორც ითქვა. კვირთხევის მეფე.
ამისთვის იყავით, აი გვირგვინსად გავდით, რომ იტყვიან მართლა რა, როცა თქვენ თან იყო ეს ადამიანი, უბედნიერესი იყო, გაბრწყინებული იყო, თითქოს მომავალშიც ხედავდა ჩერეზა ამ თქვენთან ყოფნით მზეს თავის ცხოვრებაში რა. არ იცი რა არის, თქვენ ეთყობა ყველაფერი გააკეთეთ ერთად ყოფნის ბედნიერებისთვის და უბრალოდ ამ ადამიანისგან ითხოვდით ხელის მოკიდებას, მაგრამ ამან ეს არ გააკეთა. ამას ამბობს, რომ თვითონ ყველაფერი გააკეთაო და ეხლა არჩევანი გააკეთაო. მე არჩევნახე, მაგრამ ყველაფერი გააკეთაო და მე არჩევანი გავაკეთე უფრო აი შეიძლება მეგობრობაზე, გართობაზე და რაღაც ესეთ სიტუაციებზე. ეხლა რო ფიქრობს თქვენთან როგორ იყო, რანაირად იყო, აი ტვინში ყველაფერი ერევა, ისეთ არ იცის. შანსი ეთყობა არ აძლევთ აქ ამას შანსს თქვენ. შანსი საერთოდ მექნება თუ არა, რომ მე რაიმე გზით მივიდი ამ ადამიანთანო, განახლებული სიყვარულის გზით, ხო? არ ვიციო რა ძალა აქვს ამ ქალსო, არ ვიციო. ერთი სუსტი გახსნილი ადამიანია, რომელსაც იმხელა ძალა და რესურსი აქვს, რომ ნებისმიერი სირთულიდან შეუძლია, რომ ახლიდან აყავდეს, დაიწყოს ცხოვრებაო. აი თითქოს ყველაფერი რომ დამთავრდა, რაღაცა ძალას აღმოაჩენს თავის თავში და ახლიდან იწყებს თავის აყვავებასო და ისეთი ლამაზიაო. როგორც ახლად დაბადებულიო. რა მოხდება შენსა და ამ მამაკაც შორის, შენ ვინც ახლა მიყურებ? უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გამოვა თუ არა კონტაქტზე ეს მამაკაცი შენთან? კი, ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე აქ თქვენ იცით როგორ ხართ, მიიღებთ შეტყობინებას, აქ ცოტა დაძაბული საუბარი გექნებათ, თქვენ აფორიაქტებით. მოგიწევთ იმაზე დაფიქრება, რომ ამ ურთიერთობაში რა გავაკეთო, ვერც უკან მიდიხართ, ვერც წინ წახვალთ და ინერვიულებთ იმაზე, რომ ღირს კი შევიდი ამ ურთიერთობაში, ისევ რაღაცა არ მოხდეს და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენი, ასე ვთქვათ, ინტუიციის წყალობით, თითქოს ის პრობლემა გამოიკვეთება, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა. თქვენი ინტუიციის წყალობით რაღაცა გეტყვით, რომ უნდა მისცეთ ამ ადამიანს შანსი, ეს იქნება მაღალი ძალების მხრიდან მოცემული ენერგეტიკა, რის მიხედვითაც აღდგება ეს ურთიერთობა, აღდგება კი. მოგეცემათ ერთი შანსი, როგორც ტარო გვიდასტურებს ამას შემოკარგებო, გვეუბნება. რჩევა თქვენ ამ შემთხვევაში, ახლა რა მდგომარეობაში ხარ შენ, რას გირჩევს სამყარო? შენ ნერვიულობ, რომ აი იცი რაზე ნერვიულობ?
შენ საკუთარ თავზე ნერვიულობ წარსულში, რომ როგორ ვერ ვხედავდი, ესე როგორ, ასე ვთქვათ, როგორ ბნელოდა ჩემს თავში, რომ ვერ ვარჩევდი იმ სიტუაციას, რა იყო და როგორ იყო, რას რო არ უნდა დავლოდებოდი ამისგან ასეთ რაღაცებს, რასაც ელოდებოდით. მაგრამ რჩევა არის ის ძვირფასო ადამიანო, რომ შენ ეხლა რა შაუბნელ ფიქრებშიც ხარ, სამყარო გეუბნება, რომ მაგ ფიქრებს ენერგიას ნუ ახარჯებ და ნუ ხარ თვითგვემის მომენტში იმ ხრივ, რომ რაღაცას ვერ ხედავდი, რაღაცას არასწორად აკეთებდი, რატო დროზე არ გახვედი ამ ურთიერთობიდან, ვიცოდი რომ უნდა გავსულიყავი ამბობ, მაგრამ აი რატო არ ვდგავდი ნაბიჯებს და რატო ვერ მოვიაზრე ის, რომ ესე ისე და ასე შემდეგ და საერთოდ ასე ვთქვათ რატო ველოდები სამყარო გეუბნება რომ შენ არ იფიქრო ამ ყველაფერზე და ამაზე ენერგია არ დახარჯო, რადგან გაიმარჯვებ. აი იმაში გაიმარჯვებ, რა თვითგვემაშიც ეხლა ხარ და აი ისე მოხდება სიტუაცია, რომ შენი ასე ვთქვათ, აი იტყვი, რომ yes, აი გავიმარჯვე, თითქოს ის შენი რაღაცა რაც გტკივა ეხლა და თვით შეფასება არის დაბლა, იმედია ეგო არ არის, ეგოზე იმუშავეთ. აი ეს აღდგება ჩემო კარგო და გამარჯვებული იქნები. ამიტომ ამას ენერგიას ნუ მოახმარა იმ თვითგვემას, იმიტომ რომ ეს რისთვის იყო ამ ადამიანისთვის საჭირო. გამარჯობა, გაკვეთილი იყო შენი, როგორც ვფიქრობდი პირდაპირ მე-15 არგანი და მოვიდა იმისთვის ჩემო ძვირფასო ადამიანო, რომ შეიძლება შენი სულიერი მდგომარეობა იყო ცოტა დაქვეითებული რამ ხრივ. იმიტომ რომ შეიძლება აი რასაც მეგობრები ამბობდნენ, რასაც ადამიანები ამბობდნენ, როგორც ისინი მსჯელობდნენ, ისეთი მსჯელობით აღიქვავდი შენს ურთიერთობებს მამაკაცთან მიწიერ დონეზე მხოლოდ და როგორი რაღაც იყო იცი, რომ აი დაუშვათ სექსუალური ურთიერთობა, ფული ქონდეს მამაკაცს და რაღაცაები უნდა გააკეთოს, რაც ევალება, ესე ვთქვათ, შაბლონურად როგორც არის ხოლმე, მამაკაც თუ უყარხარეს უნდა გააკეთოს, მამაკაც თუ ესე, ანუ აქ რო ეს სიტუაცია არ მომხდარიყო, რაც მოხდა, შენში ემოცია არ შემოვიდოდა, გამიგე, არ გასუფთავდებოდა შენი ეს მსჯელობა, ეხლა დარწმუნებული ვარ, ბევრ რაღაცას საერთოდ სხვანაირად უყურებ და საერთოდ სხვა კუთხით უყურებ, ვიდრე სანამ ამ ადამიანთან ურთიერთობას დაიწყებდი, მანამდე უყურებდი. ამიტომ ეს უნდა მომხდარიყო, რომ შენი ეს გაკვეთილეობრივი მდგომარეობა დასრულებულიყო იმ ხრივ, რომ მხოლოდ აქ და აი ამ მიწიერ ყოფაში რასაც ვხედავთ, ეგ არ არის. ეგ არ არის, არსებობს კიდე სულიერი სამყარო, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ ენერგეტიკულად, როდესაც გტკივა, ხო გრძნობ, ზუსტად ეგ არის ის სულიერი სამყარო, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ არსებობს და იქ არის კიდე სხვა კანონები და აი ეს გრძნობელობა, როდესაც მხოლოდ ტკივილის დროს გრძნობ და ასე ვთქვათ, ხდები სენტიმენტალური ფიქრდები და ასე შემდეგ, ეგ როდესაც მიწიერად ყველაფერი ისეა, როგორც აი შაბლონურად ამბობენ ეს ჩვენი ბებიები, ბაბუები, ადამიანები, როგორც აღიქვავენ ზოგადად ბევრ რაღაცას, შეიძლება მარტო ურთიერთობას არა, ბევრ რაღაცას, რომ მიწიერად ხედავენ მარტო, რომ თითქოს ჩვენ აქ მარადიულად ვცხოვრობთ და აი ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, არა, აქ უფრო შენი ცნობიერება უნდა გახსნილიყო, ეს იყო აი მიწიერი ცდუნების ერთგვარი გაკვეთილი შენთვის და აქ მოხდა გამოჯამრთელება შენი, აქ უნდა მომხდარიყო გამოჯამრთელება ჩემო ძვირფასო ადამიანო, რადგან აი პირდაპირ ღმერთო ეს არის საოცრება, მიწიერ სულიერი ემოციური მდგომარეობა უნდა იმას ქნილიყო, დაბალანსებულიყო, შენში იყო მიწიერი ბევრი, ემოციური ცოტა და ეხლა ისეთ დონეზეა ამ ურთიერთობით, რომ შენში სულიერად ამაღლდი, ხვდები? სულიერი ამაღლება მოხდა შენში და სწორედ ეს იყო დანიშნულება მისი გულის ტკენის შენ შემთხვევაში ამ ურთიერთობის დროს.
ეს იყო მისი სულის მისია. ეს ამას ვერ ხვდებით ამ დროს ადამიანები, წყვილები, რომ რისთვის ხდება, რატო ხდება, მარტო ტკივილზე ფიქრობთ, მაგრამ ეს სულების დონეზე, სანამ განსხეულდებოდა თქვენი სულები ერთმანეთთან შეთანხმდნენ, რომ თავისი აი მუსაქციელობით შენ უნდა დაგხმარებოდა, შენ სულს უნდა დახმარებოდა ჩემო ძვირფასო ქალბატონო, და რომ გამოჯანმრთელებულიყო იმ წინა რეინკარნაციის დროს, რაც მინუსი ქონდა ამ განსხეულებაში, იმისთვის მოვიდა ერთ-ერთი ეგ არის, რაც უნდა დაემუშავებინა და ეს რო დაემუშავებინა, ეს სული ეხმარებოდა შენ სულს თავისი უსაქციელობით იმისთვის, რომ კვლავ იგივე ხაზით არ წასულიყო და აამაღლებულიყო, ევოლუცია მომხდარიყო მის სულში. გისურვებთ სულიერ ზრდას, გამოჯანმრთელებას, ჩემო ძვირფასებო და თქვენი ცხოვრების გაბრწყინებას, როგორც სულიერ დონეზე, ასევე მიწიერ დონეზე და როდესაც სულიერ დონეზე, სულის დონეზე ხდება გამოჯანმრთელების პროცესის დაწყება, აუცილებლად მიწიერ დონეზეც დღეს ხვალ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეიმჩნევა თქვენი პროგრესი და სიტუაციის საერთოდ სხვანაირად გამოსწორება, ვიდრე მანამდე იყო შენს ცხოვრებაში. თუ იყო თქვენი გაშლა, მე ამას გავიგებ თქვენი მოწონებების სახით, ენერგომიმოცვლის სახით, მოიწონეთ ვიდეო. დაგემშვიდობებით სიყვარულის მზის ენერგიებით, ძვირფასო ქალბატონებო და შევხვდებით მალე.